მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი ვითარება. გარეთ ცივა და გვინდა რომ გავაკეთოთ ქათმის სუპი მაკარონით. პირველ რიგში დაგჭირდება ინგრედიენტები. ქათამი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაკარონი, სტაფილო, ხახვი, ისა და ვთქვათ მარილი, პილპილი და სუნელები და ასე შემდეგ. ყველა ამ ინგრედიენტის გამოყენებით ვქმნით ქათმის სუპს. მაგრამ ეს ვიდეო არის უჯრედებზე. ყველა ცოცხალ ორგანიზმში რომ არის და ელემენტარული საშენი მასალა რომ არის სიცოცხლის, მაგათზე. და რატომ ლაპარაკობთ ქათმის სუპზე? იმიტომ, რომ როგორც თითოეული ინგრედიენტი ქათმის სუპში რაღაც უნიკალურს აკეთებს, შეიძლება გემოს აუმჯობესებს, შეიძლება სურნელს აძლევს არომატს, ასე შემდეგ ტექსტურას, უჯრედში სხვადასხვა ნაწილი რაღაც უნიკალურს მატებს უჯრედს და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უჯრედმა იფუნქციონიროს. ამიტომ მოდი ჩავიხედოთ უჯრედში და ვნახოთ რომელი ნაწილი რა ფუნქციას ასრულებს და როგორ ეხმარება უჯრედს. ჯერ მოდი დავიწყოთ უჯრედის ზედაპირით. უჯრედები გამოყოფილია თავიანთი გარემოსგან უჯრედული მემბრანით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გალავანივით ან კედელივით არის ეს უჯრედული მემბრანა და ამ გალავანში არის კარიბჭეები, რომლებიც აკონტროლებს რა გამოვა უჯრედიდან და რა შევა უჯრედში. და ამ უჯრედულ მემბრანას შიგნით არის მოქცეული ჟელატინისებრი ნივთიერება, რომელიც მთლიანად ავსებს უჯრედს და შეიცავს უჯრედის ყველა შიდა ნაწილს. ეს ჟელატინისებრი ნივთიერება და ყველა სტრუქტურა მასში ერთად წარმოადგენენ ციტოპლაზმას. ოღონდ ქათმის სუპისგან განსხვავებით, უჯრედის ნაწილები ციტოპლაზმაში უბრალოდ არ დაცურავს. ამის ნაცვლად ძალიანაც ორგანიზებულია და გაჩერებულია ერთ ადგილას შიდა სტრუქტურული ქსელის მეშვეობით. უჯრედის ზოგიერთ ნაწილებს, რომლებიც ციტოპლაზმაში მდებარეობენ, ეწოდებათ ორგანელები. და რა არის ორგანელები? ორგანელები არის პატარა განყოფილებები უჯრედში და თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი უნიკალური სტრუქტურა და ფუნქცია. თვითონ სიტყვა ორგანელი ნიშნავს პატარა ორგანოს. და როგორც ჩვენი სხეულები შედგება სხვადასხვა ორგანოებისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ და გვეხმარებიან, რომ სიცოცხლე გავაგრძელოთ, უჯრედებიც შედგება სხვადასხვა ორგანელებისგან, რომლებიც მუშაობენ ერთად, რომ უჯრედმა გააგრძელოს სიცოცხლე. მაგალითად, ეს ორგანელი, რომელიც ლობიოს მარცვალს გავს, არის პატარა ენერგიის ქარხანასავით და ეწოდება მიტოქონდრია. მიტოქონდრია ქიმიური რეაქციების შედეგად შლის შაქრის მოლეკულებს და ასე ათავისუფლებს ენერგიას, რომელსაც შემდეგ უჯრედი მოიხმარს. ასევე ძალიან საინტერესო ორგანელი არის ბირთვი. ბირთვს შეგვიძლია შევხედოთ როგორც უჯრედის ინფორმაციულ ცენტრს. ბირთვში არის დნმ, რომელიც შეიცავს გენებს. გენები არის სპეციალური ინსტრუქციები, რომლებსაც უჯრედი იყენებს იმისთვის, რომ თავისი ფუნქციები შეასრულოს. ახლა თუ გადავალთ მცენარეულ უჯრედებზე, დავინახავთ მწვანე ორგანელებს, რომლებსაც ჰქვიათ ქლოროპლასტები. შეიძლება გახსოვთ, რომ მცენარეებს ახასიათებთ ფოტოსინთეზი და ქლოროპლასტები არის ის ორგანელები, რომლებიც ასრულებენ ამ პროცესს. მცენარეებსაც სიცოცხლისთვის სჭირდებათ საკვები, ისევე როგორც ცხოველებს. და ქლოროპლასტები იყენებენ ფოტოსინთეზის იმისთვის, რომ წარმოქმნან შაქარი, რომელსაც მცენარეული უჯრედი იყენებს როგორც საკვებს. მცენარეულ უჯრედებს თავიანთი უჯრედული მემბრანის გარშემო აქვთ კიდევ ერთი ფენა, რომელსაც ეწოდება უჯრედული კედელი და ეს ეხმარება მცენარეულ უჯრედს, რომ ჰქონდეს სტრუქტურა. ასე რომ, როგორც ხედავთ, ბევრი ნაწილი არსებობს, რომლებიც ერთად ქმნიან უჯრედს. და რეალურად გაცილებით მეტი ორგანელი არის უჯრედებში, ვიდრე რაც ამ ვიდეოში ჩანს. და კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ ეს დიაგრამები არის ძალიან გამარტივებული ვერსია იმის, რაც რეალურად ხდება უჯრედებში. სურათი, რომ ცოტა უფრო უკეთ წარმოიდგინოთ, თუ რამდენად კომპლექსურია და რეალურად როგორ გამოიყურება უჯრედი. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ უჯრედებზე და ვუყურებთ ამ დიაგრამებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს რეალურად არის გამარტივებული სურათი იმის, რაც მართლა ხდება უჯრედში. და მოდი იმისთვის, რომ შევაჯამოთ ეს ვიდეო უჯრედის ნაწილებზე, დავუბრუნდეთ ჩვენი ქათმის სუპის მაგალითს. თითოეულ ინგრედიენტს გააჩნია რაღაც უნიკალური ფუნქცია და რაღაცას მატებს სუპს. შეიძლება გემოს ან ტექსტურას ან ასე შემდეგ. მსგავსად, უჯრედის ინგრედიენტებს, ანუ ორგანელებს და სტრუქტურებს თითოეულს გააჩნია უნიკალური ფუნქცია და მონაწილეობს იმაში, რომ უჯრედმა გააგრძელოს სიცოცხლე.